შავი ოქრო ჭიათურა. მოგესალმებით. თქვენ წინაშეა ქალაქ ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. ჩვენი გუნდი თბილისში ახლახან ჩამოვიდა და როგორც ყველა ახლაც ჩამოსული, ჩვენც აქტიურად ვცდილობთ დედაქალაქში თავის დამკვიდრებას. მე მაგალითად უკვე ერთი კვირაა თბილისურად ლაპარაკში ვარჯიშობ და ძალიან კარგი შედეგები მაქვს. აი დღეს ორჯერ ვთქვი ტო და მარტო ერთხელ შემეშალა. ვალერი, შენ რა ქენი? აისრულე შენი თბილისური ოცნება? რა ევისრულე, რაი? კურსაში მინოდა დამეკრა და თავისუფლების მოედანზე უკრავ მიწისქვეშა გადასასვლელში. მართლა? როგორი სიტუაციაა? რა ვიცი, ათასნაირი ხალხი დაიარება. ზოგი ჰიპი არის, ზოგი გოთი, ზოგი პანკი, ზოგი ემოი. მოკლედ, თელი საჩხერე იქ არის. ხვედელიძე, შენ რა ქენი? ბურგერის გასინჯვაზე რო ოცნებობდი გასინჯე? რანაირად გავსინჯავდი? შევედი საბურგერეში და მენიუში იმარი სახელები ეწერა დევი ბენი. მერე ეკრანზე რაღაცაზე დამეჭირა ხელი და სულ წეიშალა შეკვეთა. მოკლედ რანაირი ქალაქი არის? ინგლისური და კომპიუტერი თუ არ იცი, მშიერი მოგდება კაცი. ანი, შენ რა სიტყვი თბილისზე? რა ვიცი, კაი ქალაქი არის კი, მაგრამ კინოებში სულ სხვანაირი არის. მარია, შენ რა ქენი? რეკლამები და რო სწავლობდი თბილისურად ლაპარაკს ისწავლე? კაი, ახლა რა ვამარ ცხენამდე ხალხში. რას გარს ხვენ გოგო? ნახე, რა ვარი თბილისელი ბიჭი გიყურებს. მართლა, ჯანდაბა, ჩემათმა მოცულობა საერთოდ დაკარგა. ვანცა, შენ როგორ მოგწონს თბილისი? არა, თბილისი კარგი ქალაქი არის, მაგრამ მე მაგალითად ახლა საჭორაოდ პატარა ქალაქები მირჩენია. აქ აღარაფერი უყვირს ხალხს და ამა თუ გაჭორა მქე უხარიათ. ესე იგი, მეზობელი მეზობელს ვერცნობს. მისვლა მოსვლა ამათმა არიციან და არაფერი. ხო, გვანცა ვარ, გვანცა. სიმართლე ყველას წინს გენაცვა. რა ხდება აქა? ვინ ლაპარაკობს უჩემო თბილისზე? ონისე, შენ რა შუაში ხარ თბილისთან? ვაი შეგლახა. მაგი თქვენ გიკვირს თბილისი თუ არა? მე მთელი ასები თბილისელი ვარ. სისხლის მაგივრად მტყვარი მიჩქებს ზარღებში ქერო იტყვიენ. თუ თბილისელი ქალების ეშხმა გული ბოლომდე არ გადახია. საქართველოში ყოფილ ხარ, მაგრამ შენ საქართველო არ გინახია. სანამ ონისე ჟიურის მოხიბლას პრიმიტიული მეთოდებით ცდილობს გადავიდეთ სიტუაციებზე. ჭიათურელ ქალებს ჭორები გამოელიათ. გოგო. გუშინ ლამარას რძალს მოკლე კაბა ეცვა, ხო? არა, ჩვეულებრივი კაბა ეცვა. წითელი პამადა ესვა, არა? არა, პამადა საერთოდ არ სმია. ტაქსის შოფერს წინ ჩოუხდა, ხო? არა, გოგო, უკან ჩოუჯდა. ოხლა, მაგრამ ამნაირი უინტერესო დილა გაკითენდა შენე, სანახე წესიერი რძალი. მოდით ნახოთ ჭიათურელი წყვილი და იცე. კაფეში წაგიყვანდი ჩემო სიყვარულო, მაგრამ კაპიკი ფული არ გამაჩნია და რითი წაგიყვანი?
ვარდების თაიგულსაც ქე გაჩუქებდი, მაგრამ საშუალება არ მაქვს, ხო იცი. შენ რო სუნამო მოგეწონა, მაგასაც ქე ვიყიდიდი, მაგრამ ფული არ მაქვს და რითი ვიშოვო. მამუკა, საერთოდ წადი ჩემი ცხოვრებიდან. ასე რა ფერწევიდან ეს ტანი. ტუფლი მე არ მაქვს და საროჭკა. მოდით ნახოთ. მოდით ნახოთ ჭიათურელი გარემოს დამცველი. აჰა, ესე იგი აღნიშნულ მონაკვეთზე გროვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომელიც წვიმის შედეგად შეედინება მდინარეში. რა გირათ სწორად ყოფილა ესე? ჭიათურელი უყურებს ფორმულა 1-ს. რა იყო ალიკ აღარავინ გინა? ჭიათურელი ქალები განიხილავენ შურის მაძიებლების ახალ ეპიზოდს. გოგო, ხო, თანოსი რო არის, ხო იცი, თანოსი. თანოსი რა არ ვიცი შეკალო. მაგი, გამოვარდრილა გუში მთვრალი. ჯერ ერთი ქალაქი და უმგრევია, მერე მეორე ქალაქი და უმგრევია. ბოლოს სულ გადასულა ჭკუიდანი და გოდო უცვია და გოდო უბუგია იქაურობაი. ეგარი უმამოდ გაზდილი ბოლში. ნახოთ ჭიათურელი ჯეიმს ბონდი. მისტერ ბონდ, თქვენი smartphone-ი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. მასში ჩაშენებული უსაფრთხოების სისტემა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უზრუნველყოფს თქვენს დაცვას. ის ასევე დაკავშირებულია თანამგზავრებთან, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ნებისმიერ მამის მინე, წვანე ხო რეკავს და წითელი ხოთისავს. რა თქმა უნდა. სიო, მე მეტი არ ვიცი მაგის არაფერი. თითი არაფერს დააჭირო, თანხა არ ჩამამეწას თუ კაც. მადლობთ, თქვენ წინაშე იყო ქალაქ ჭიათური. მეიცადე. მე არ უნდა დამემთავრებია ფანდურზე დაყვრითი. შენ არ მითხარი და უკარი ბოლოსო. მე რა გინა კაცო? ეს კი არ დამთავრებულა. ეს იქნება კიდე კაი ხანი. ძამო ჩვენ ფანდური ავაწყოთ გულისებში, ძამო. ძამო.